ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბიძინა ივანიშვილის კორუფციული სქემების შესახებ ესაუბრა. დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მადლობელი ვარ მას ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელმაც მისი მკვლელობა დაგეგმა კორუფციული გარიგებების შესახებ მოვახსენე. ასევე მას საქართველოს მეგობრების წერილი გავუზიარებ. წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი X-ზე. მოგვიანებით უილსონმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მისი თქმით, უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ სანდო მთავრობას იმსახურებს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა თბილისში ჟურნალისტებს დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა. მისი თქმით, არაგონივრულია მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს. როგორც მან აღნიშნა, ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი პოლიტიკოსები მკაფიო გზავნილებს აკეთებენ და მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები უკვე დააწესეს. ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. მისი თქმით, უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო არ გამორიცხავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ფიცო ამბობს, რომ კოალიციურ პარტნიორებს არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ვადა მარტამდე განესაზღვრა. საქმე ის არის, რომ კოალიციური კრიზისი სლოვაკეთის ეროვნული პარტიის 3 დეპუტატის ფრაქციიდან გასვლამ გამოიწვია, რომელთაც მიზეზად შიდა დაპირისპირება დაასახელეს. შედეგად 150 მანდატიან პარლამენტში ფიცოს კოალიცია მხოლოდ მინიმალურ 76 მანდატს ფლობს. თუ სლოვაკეთის ეროვნული პარტია და ხმა არ უზრუნველყოფენ პარლამენტის ფუნქციონირებას, ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ვეტყოდი, რომ მოაგვარონ ეს ან ჯოჯოხეთში მოვხვდებით, აღნიშნა მან. ცნობისთვის სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსული პოლიტიკის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქციები გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მიერ გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მოწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კარგი, ჩამოდი კიევში პარასკევს, წერს ზელენსკი X-ზე და ფიცოს სტატუსს აზიარებს. შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ კი ზელენსკი მოლაპარაკებებზე მიიწვია და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა შექმნის კარგ საფუძველს ღია დისკუსიისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების მიღწევა უკრაინაში. ამის შესახებ ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას ეგონა, რომ კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. სინამდვილეში ომის დაწყების შემდეგ კიევის ცენტრში მე ვიყავი და არა ის, აღნიშნა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პუტინმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა უკრაინის დამორჩილება, ნატოს ერთიანობის დარღვევა და მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე დაასახელა ის ორი ამოცანა, რომელიც დაისახა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ეს იყო მსოფლიოს გაერთიანება უკრაინის მხარდასაჭერად და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ომის თავიდან აცილება.